მე სამწუხაროდ არ ვარ თბილისში, მოშორებით ვარ, ამიტომ ვერ მოვახერხე ვერც ჩამოსვლა, ვერც სასამართლოზე ყოფნა, ამიტომ უბრალოდ შორიდან ვადევნებდი ამ ყველაფერს თვალს. ალბათ ეს კიდევ უფრო ძნელია და კიდევ უფრო მძიმეა, წარმომიდგენია როგორ გინდათ თქვენი მეგობრის გვერდში ყოფნა ასეთ დროს და ორშაბათი არის ის დღე, როდესაც საბოლოოდ განაჩენი გვეცოდინება, რა მოლოდინი გაქვთ თქვენ? აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორც მიმდინარეობდა სასამართლო პროცესები, რაზე დასწრებასაც ვახერხებდით მედია და რაც უფრო თვალსაჩინო იყო მოქალაქეებისთვის, ბოლო დროს აი ამ კანონების შეზღუდვის შემდეგ ჩვენ აღარ გვაქვს შესაძლებლობა გავაშუქოთ, მაგრამ ამბები, რა თქმა უნდა, სრულად გამოდის და ის ემოცია შეიძლება არ ახლავს, რაც არის ხოლმე სასამართლოს ხდომაზე, მაგრამ ინფორმირებული არის ყველა მოქალაქე თუ რა და როგორ ხდება. აი დღევანდელი გიორგის სიტყვაც ამის დასტურია. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? პირველ რიგში სანამ მოლოდინზე ვისაუბრებ, მინდა პარლამენტს მოვყვე. მე გიორგის 6 წლიდან ვიცნობ, ჩვენ ასელები ვართ, მე და გიორგი და უახლოესი მეგობრები. პირდაპირ გეტყვით, რომ არის არაჩვეულებრივი ადამიანი და ძალიან მაღალი განვითარების საუკეთესო იყო სკოლაში ახლა. საბრუნების მეტყველო და ჰუმანიტარულ საგნებში განსაკუთრებით ორივე სფეროში ჰქონდა არაჩვეულებრივი ნიჭი და რაც გამოჩნდა მის საექიმო პრაქტიკაშიც. პირადად მეგობრობის გარდა ჩემი ოჯახის ორ წევრს მან სიცოცხლე აჩუქა გაუხანგძლива 3 წლით. აი არ მოვიტყუები და პირდაპირ გეტყვით ადამიანები, რომლებზეც ცნობილმა პროფესორებმა ხელი ჩაიქნიეს, ადგა გიორგიმ გადაიბარა მათი მკურნალობა და 3 წელი აჩუქა სიცოცხლე. წარმოიდგინეთ, ახლა ესეთი ადამიანი, თან ჩემი კლასელი არის ასეთ მდგომარეობაში და აბრალებენ მას ნარკოტიკული ნივთიერებების გაყიდვას, თან ახლა რა ვიცი, აქციიდან წამოსულ ადამიანს. ახლა სრულიად ამაზე სერიოზულად საუბარი ჯერა თუ ამჯერა, მე მგონი, ან ვინმეს თუ ამის ჯერა, ცოტა მიმაჩკლინიკური სიტუაცია მგონია, ხო, ამის დაჯერება. თან ახლა ამის გარდა ახლა გიორგის სიტყვები და ძალიან ვადევნებ მე ყავს იმ ტრაგედიას, გიორგის სიტყვები კი არა, ალბათონი ნინო ცუდად რო გახდა ინსულტმა რო დაარტყა, მე გიორგი როგორ უვლიდა, მე როგორ წაიყვანა სახლში, იმიტომ და სახლში რო გამართა ჰოსპიტალი, ეხლა ჩვენ მეგობრები რაღაცნაირად თანამონაწილეები ვიყავით და ამისი და ჩვენ თავალწინ ჩაიარა ამან და მე უკვე იმ ტრაგედიამ, როდესაც ქალბატონი ნინო ისე გარდაიცვალა, რომ მისი შვილი რაღაცა ისეთი წილი ამის გამო ციხეში იყო და ესე იგი იმის გამო რომ გიორგი მას მე დარწმუნებული ვარ, გიორგი რო ყოფილიყო დედამისის გვერდით ქალბატონი ნინო მეც იცხოვრებდა, იმიტომ რომ მე ვიცი რომ როდესაც ის გიორგის ხედავდა ითვალებით რაღაც ძალიან ძიმე მდგომარეობაში იყო ინსულტისგან. ქალბატონი ნინო და უბრალოდ ეს რეაგირება ჰქონდა რომ თავის შვილს ცნობდა და ეს იყო მისი სულიერი საკვები და დედა და შვილი და წარმოიდგინეთ აი ამ ტრაგედიაში რომ აი ესე გაყოფ თავს და რაღაცა აი ამ ადამიანს კიდე აი ესე ციხისთვის რო გაიმეტებდა თან რაღაც ამდენი წლით დასაზიზღრობას აბრალებენ ადამიანს, რომელმაც მისი დამსახურებითაც მერწმუნეთ ხალხო ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ცოცხალი არ უნდა იყოს საქართველოში. დღეს დადის ცოცხალი, ძალიან ბევრი ბავშვი, რომელიც აღნიშნეთ, ბატონო გიორგი, თქვენ აღნიშნეთ, რომ ჩემი ოჯახის 2 წევრიო, ხო? თუ სწორად გავიგე. ჩემი ბიძა და ჩემი მეუღლის მამამთილის ძმა, მოკლედ 3 წელი მან დამბილად, ეგ ვიცეს, რომ მოემზადეთ, რომ შეეგუეთო, მოკვდნენ, გარდაიცვლებიან ეს ადამიანები და გიორგი აი არ მთელი თავის გულიცად, მაგრამ ესეთი იყო გიორგი. გიორგიზე მე კი არა თვითონ მისი პერსონალია იმ საავადმყოფოს ჯოენის კლინიკაში მუშაობდა, სხვადასხვა რეანიმატოლოგი იყო. ლეგენდებს ყვებიან და ლეგენდებს კი არა, სიმართლეა. კი. არაერთი მისი კოლეგის აზრი მოგვისმენია ჩვენ და ნამდვილად ლეგენდებს ყვებიან გიორგიზე, მის თავდადებაზე. ესეთი ადამიანი. პირდაპირ გეტყვით, სულ არაფერი, ეს ძალიან დიდი დანაშაულია, რომ ეს კაცი არის. უბრალოდ თუნდა რომ წაიხლა ხვალ რო გამოუშვან ისიც არ მჯერა, იმიტომ რომ ესეც შეთქმული ბრალდება, აი ამდენი ხანი რო შეაკავეს ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა ცხოვრების შანსი, გადარჩენის შანსი. ასეთი მაღალი კლასის რეანიმატოლოგი ხალხო არ ვიცი რა,
მე არ არსებ მარტო გიორგის ანდოქტრინებ გულის გადასანერგად პაციენტების საყვანას საქართველოს და საზღვარგარეთ ბოლო შანსი რო გქონდათ მარტო გიორგის მე არ იყო ეგეთები ბევრი კი არა საერთოდ სხვა არავინ არ იყო და ესეთ ადამიანს შენ ასეთ საზიზღრობას შეუთხზა აი არ ვიცი რა ძალიან დიდი ვინც ეს გააკეთა მე ვფიქრობ რომ არ ვიცი საშვილიშვილო ცოდვა დაიდო და ვინც ამაში მონაწილეობს მე ძალიან მინდა რომ არ ვიცი მე ისეთ ნაკლებად მჯერა რაღაცა ზღაპრე ისეთი რაღაცეების მაგრამ მინდა მჯეროდეს იმ სასწაულის რომ აეხილება თვალი მოსამართლეს და გამოუშვებს გიორგის იმიტომ რომ საერთოდ დაუსაბუთებელი ბრალდებაა ყველაფერში არის შეცდომა დაშვებული თან ვისთან ეხა გიორგისთან რომელიც ბიოლოგია არ ამგონია რომ ამაზე კარგად მაგათ მაიცოდნენ და ისეთი აი მაგალითად როგორც საუბარი იყო რომ ესე იგი ნერწყვის დნმ აღმოჩნდა რაღაცა იმ ეგრეთ წოდებული წამლის შეფუთვაზე რა შემდეგ კოცნი და იმ წამალს აი რატო აღმოჩნდა კასკადია სიყალბის სიცრუის კაცო გიორგისთან კაცო ვიღაცა მესმის რომ შეიძლება ესეთი ადამიანი ცოტა შორს რო არის ბიოლოგიასთან რაღაცა შეიძლება რაღაცნაირად შეაცდინო მოატყო მაგრამ ასეთი დონის თან ვისთან ადამიანთან რომელიც ცოცხალი ანგელოზია თავისი არ ვიცი ამას საშვილიშვილოთ აქვს მადლი მოხვეჭილი რამდენი ადამიანი ხავს გადარჩენილი გიორგის პიროვნებას მის ადამიანობას რა თქმა უნდა ისინი ვერაფერს დააკლებენ და ეს ყველაფერი ვერაფერს დააკლებს უბრალოდ მართლაც თქვენი თქვის არ იყოს დასანანია დიახ ზუსტად ეს უნდა მეთქვა დასანანია რომ ის არის ახლა ციხეში და მოგლიჯეს ასე ვთქვათ ადამიანებს მოусმეს შესაძლებლობა მე უნდა ვთქვა მას შვილი ეძდება ბიჭი ეძდება ქართველი ვაჟკაცი ალექსანდრე ეძდება აი ესეთივე გიორგისნაირი წესიერი რაღაცა არაჩვეულებრივად ზებუნებრივად განვითარებული ბავშვი აი მამამისის გენები გამოყვა და გაუცებულია ეს ბავშვი ვერ ხვდება რომ мама წარწვეს რა ბავშვს წარწვეს мама რაღაცებს უგზავნიდა мама რომელიც მისი გმირი იყო და მართლა გმირი იყო მე ძალიან ბევრს უსურვებ რომ აი ეგეთი მშობელი იყოს გიორგისნაირი როგორც გიორგი იყო თავის შვილისთვის და კიდე სხვების შვილებისთვის რა მადლობა აი ისეთ უმძიმეს ტრაგედიაში აი რა მე არ ყოფილი სიტყვები ახლა ინტერპრეტაციას ვეღარ ვაკეთებ ვერც გიორგის სიტყვებისას და ვერც სხვა ამბებისას თლიანად გლობალურად არის რაღაცა კატასტროფა არის ჩვენი ქვეყნისთვის რა ეს რაც ხდება კი ბატონო გეთანხმებით მადლობა ძალიან დიდი